კიდე მინდა მოვყვე ბაჩო ახალაიას ვითომ სასამართლოზე და რეალურად ქოცურ ცირკზე. ორჯერ იყო და ორივეს ერთად მოვყვები ახლა. ორჯერ იყო რა იმის მერე რაც წინა მოგიყევით, კიდე ორჯერ იყო და კიდე წესით და განრიგით კიდე ორჯერ უნდა იყოს და 7 ივლისს მგონი თუ 6 ივლისს უნდა მიუსაჯონ 3 წელი იმის გამო რომ ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთ. მეც ვამბობ აგერ, მაგრამ მე არავინ არ მიჭერს. ეს მომენტიც იყო სასამართლოზე. ესე იგი წინა, რომელიც უფრო ადრე იყო, იქ რა იყო? იქ იყო ესეთი მომენტი, რომ საერთოდ საათნახევარი უყურებდნენ ძველი პროცესის ჩანაწერს, სადაც პირველად თქვა ეს ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოსო. და რის გამოც ახლა ის იყო პირველი საქმე და ეს მეორე საქმე იმიტომ დაიწყო, რომ საკუთარ სასამართლოზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს ნებისმიერი გზით და მას დაემართება ან კადაფივით დაამთავრებს, ან ჩაუშესკოსავით. და რომ მოუყევი ცრუჩვენებებს რო იძლეოდნენ მოწმეები, რომ ერთ-ერთი ქალი ვერონიკა, რომელსაც ქვია, ყველაზე მეტად ჩაიჭრა ცრუჩვენებებში იმ მოწმეებიდან, იმ დღის მოწმეებიდან, თორე სხვა დღეებში კიდე სხვებიც იყვნენ. და ახლა, როდესაც ჩანაწერს ვუყურებდით, იქ გამოჩნდა, რეალურად რეები მოიტყუა, რომ ამბობს, რომ ასე იყო და საერთოდ ასე არ იყო და მე რას თქვაო და ის თქვაო და მე ასე ჩავთვალეო და როდესაც ვიდეოს ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ის ტყუილებს ამბობდა, ისედაც ხო ვიცოდით, რომ ტყუილებს ამბობდა. და მე რო დარბაზში ვიჯექი და მის ტყუილებს რო ვისმენდი, ხო რამოდენიმეჯერ წამომეძახა ცრუჩვენება, კი რაღაც რო გამაგდეს დარბაზიდან. აი ეს ახლა ხო დავანახეთ, ხო დაინახა, რომ ცრუმჩვენებელია. არ შეშფოთდა საერთოდ. არ შეწუხდა თავისი საქციელით. რა დარბოდა იქ და იცინოდა მე ამის მერე, რომ დაინახა, რომ ცრუჩვენებები მისცა და რომ ყველა რომ დარწმუნდა იმაში, რომ ცრუჩვენებები მისცა, მე დარბოდა მისაღები კი არა, კორიდორში და კაი ხასიათზე იყო. შეიძლება ეს საერთოდ ნერვული სიცილი იყოს, ქოსე, იმიტომ რომ მაგალითად იცინის ასევე პროკურორი, როდესაც დაცვის მხარე მოწმეებს უსმევს კითხვებს, პროკურორი იცინის. ამით რაღაცა ცინიზმს გამოხატავს და ვითომ ირონია, ირონია რთული მოსატანია ქოცებთან, ირონია რო გქონდეს ჭკვიანი უნდა იყო. აი ირონია ბაჩოს აქვს, როცა ის კითხვებს სვავს. და ქოცებს აქვს სარკაზმი, ოღონდ რაღაცა სიმწრის სარკაზმი და სიმწრისგან დამართებული სარკაზმი. ეს ერთი დღე რომ დაინახა რომ იტყუება, მაგრამ არ შეუტოკდა. წარბი არ აწია. მეორე დღე რომელიც იყო გუშინ წინ. დაიკითხა სუსის თანამშრომელი, რომელმაც ვითომ აღმოაჩინა ეს ნათქვამი. როდესაც თქვა ეს ბაჩომ, იმ დღესვე TV პირველმა დადო თავის Facebook გვერდზე, სადაც ბაჩო ამას ამბობს, ხმოვანი ჩანაწერი და 3 კვირა გასული იმ მომენტამდე, როდესაც სუსის თანამშრომელმა, რომელსაც ევალება სკრინვა, აღმოაჩინა ეს ჩანაწერი TV პირველის გვერდზე და დაწერა პატაკი. და მე ამ პატაკით ვიღაცა გამომძიებელმა შექმნა საქმე, მე კიდე სხვა გამომძიებელი წავიდა და ამ ახალი საქმით ვითომ ბრალი წაუყენა ბაჩოს შიგნით ციხეში
და აი ეს scroll-ვა screen-ვის ვისაც ევალება ეს scroll-ვა screen-ვა ეკითხებიან რომ როდესმე თუ შეგხვედრიათ Facebook-ზე ან სხვა ნებისმიერ სოციალურ ქსელზე რომ ვინმე სხვაც ამბობდეს რამე მსგავს სხვაც რო ამბობდეს რომ ბიძინა ივანიშვილი დასამხობია არაო არასდროს არ შემხვედრიაო ამ დროს დარბაზში ვზივართ ხალხი და აი ყველა ვწევთ ხელს და სკი არ გინახიათ აქ ер ვზივართ 24 საათი ამაზე ვლაპარაკობ ბოლო მე პირადად გავრილოვის ღამიდან ამაზე ვლაპარაკობ ნუ არ ვნახია ტიპს მარტო ის ნახა რომ ბაჩო თქვა თან იმის მერე ნახა რაც წინა საქმეზე რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ საერთოდ კერავენ და ვერ შეკერეს მიუხედავად იმისა რომ სასწაულად ნაგლები არიან და საერთოდ არ აინტერესებთ გამოზდით თუ არა შეკერვა რამე საერთოდ იკერება თუ არა ამის მიუხედავად მაინც იმდენად დებლური საქმეა რომ აი არ გამოდის და რომ არ გამოდის რაღაცა ახალი უნდა მოეფიქრეს ასწრაფოდ და მოიფიქრეს ეს რომ თურმე ადამიანმა რომელიც ბრალდებულია საკუთარ სასამართლოზე საკუთარი აზრი არ უნდა გამოხატოს ეს ერთი მერე ერთი ხო ის რომ არასდროს არ უნახია რომ რამე მსგავს ვინმე სხვა ამბობდეს საქართველოში მერე კიდე ანი ეკითხება აი თქვენ ხო გევალებათო რომ სოციალურ ქსელებში აკონტროლოთ საქართველოს უსაფრთხოება და აკონტროლოთ ის რომ ჩვენი კონსტიტუციური წყობილება ხელშეუხებელი იყოს არავინ არ დააზიანოს და რაღაცა და რანაირად მოხდაო ისე რომ ეს ვიდეო დაიდო და თქვენ ეს დანაშაული მხოლოდ 3 კვირის მერე დაინახეთო რანაირად არ დაინახაო თქვენი დეპარტამენტის სხვა თანამშრომელმა ან რანაირად თვითონ პროკურორი რომელიც იმ პროცესზე იჯდა სადაც ბაჩომეს თქვა მოსამართლე გამოდის რომ ისინი ანუ იმდენად შტერები და გამოშტერებულები არიან რომ აი აქ ბაჩო სახელმწიფოს ანგრევდა და ამათმა თვითონ ამ დანგრევის პროცესში ვერ დაინახეს მერე კიდე მთელი 3 კვირა საერთოდ ვერავინ ვერ ხედავდა და აი ასეო რა ვქნაო 3 კვირაში დავინახეო და მანამდე ვერ ვხედავდიო და აი როცა დავინახე მაშინ დავინახეო აბსურდია სრული მერე კიდე გამომძიებელი რომ ამის მერე შემდეგი დაიკითხა გამომძიებელი რომელმაც წარუდგინა ბრალი ციხეში ისე რომ არ დაასწრო ადვოკატი ადვოკატს ითხოვდა ბაჩო მაგრამ ადვოკატი 3 ადვოკატი ყავს ერთი ადვოკატია ანინა დარეიშვილი თავისი ცოლი ანის არ უშვებდნენ ციხეში და დანარჩენ 2 ადვოკატს არ უნდოდა ადვოკატის სტატუსით იქ ყოფნა იმიტომ რომ მოწმის სტატუსი უნდოდათ რომ ქონოდათ სასამართლოში და უარი თქვეს და ნუ დასრულდა მე სხვა ადვოკატის ძებნის ან მოძიების ან მოყვანის საშუალება არ მიეცა და წარუდგინა ბრალი ადვოკატის გარეშე რაც აბსოლუტურად სრული კანონდარღვევაა საერთოდ ყველაფრის დარღვევაა იმიტომ რომ არა გაქვს არანაირად უფლება სახელმწიფოს რომ ადვოკატის ყველაზე უარი უთხრა პატიმარს დატყვევებულ ადამიანს და ხა ბაჩო ეკითხება კითხვას რომ როდესაც ადამიანი ითხოვს ადვოკატს და სახელმწიფო წარმომადგენელი ხართო თქვენ გამომძიებელი სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ მომენტში იქ არავინ არ იყო არის თუ არა სახელმწიფო რომ ადვოკატის მოთხოვნა დააკამაყოფილოსო და პასუხი ვერ გასცა ძალიან დიდი ხანი არ სცემდა პასუხს რაღაცა აქიდან ესე უვლიდა და ბოლო თქვა რომ არა არ არისო ანუ პირდაპირ უარყოფენ ყველაფერს რაც წერია კანონებში რაც წერია კონსტიტუციაში პირდაპირ დგას და გამომძიებელი ამბობს რომ არა სახელმწიფო არ არის ვალდებული მოგიყვანოს ადვოკატი როდესაც შენ ამ ადვოკატს ითხოვ და არ არის ვალდებული რომ შეროებნები რომ ადვოკატის გარეშე ბრალი არ წამიიყენოთ იმიტომ რომ საერთოდ არ მოგისმენთ
თვითონ წაიკითხა, თავის თავს წაუკითხა და წავიდა და ჩათვალა, რომ ბრალდებულს წაუკითხა ბრალი. ესეთი საშინელი აბსურდი. კიდე პროკურორს ეკითხება ბაჩო. და სხვა ადვოკატები, არა, ადვოკატები ეკითხებოდნენ, მე მგონი ბაჩოს ადვოკატები. აი, როდესაც შექმენით საქმე. ნებისმიერ საქმეში უნდა იყვნენ მოწმეები, რომლებიც ბრალდებული საწინააღმდეგო რაღაცებს ამბობენ და უნდა იყოს მოწმეები, რომელიც სასარგებლოს ამბობენ. ანუ გაწონასწორებული უნდა იყოს, დაბალანსებული. უნდა მოიყვანო ვიღაცა, ვინც ამბობს, რომ კი დამნაშავეა და ვინც გეტყვის, რომ არა არის დამნაშავე და მერე უნდა მოსამართლე წყვეტს, რომელი უფრო არგუმენტირებული იყო მხარე. და პროკურორს ეკითხებიან, პროკურორმა ისე შექმნა სახე და ისე დანიშნა მოწმეები, რომ ყველა მოწმე მხოლოდ უარყოფითია, მხოლოდ ისეთია, ვინც ბრალს დებს. და საერთოდ არ ჩართო საქმეში ისეთი მოწმე, რომელიც ბაჩოს სასარგებლოდ რაღაცებს იტყოდა. ეს უკვე თავიდანვე არაკანონიერადაა საქმე შექმნილი. ეკითხებიან პროკურორს, ასე რატო გააკეთო? იმიტომ რომ საერთოდ არ მაინტერესებსო, პატიმრის ინტერესებიო და საერთოდ არ მაინტერესებსო, პატიმარი თავის თავს დაიცავს, ანუ არ მაინტერესებსო, რომ მას თავდაცვის საშუალებები მივცეოს, საერთოდ არ შედისო ჩემს ინტერესებშიო. აი ესე პირდაპირ ნაგლად თქვა ეს სასამართლოზე. სასწაულად ისეთი საქმეა სტრასბურგისთვის, აი ყველანაირი დარღვევა რო არის ისეთი საქმე, აი საერთოდ ყველანაირი დარღვევა რო არის ისეთი საქმე სტრასბურგისთვის. მე დიდი ხანი მიდიოდა ეს სასამართლო და სასამართლოში ძალიან მოუხერხებელი ისეთი არაკომფორტული ხის სკამებია. დიდი ხანი რო ზიხარ, მე ერთ პოზაში თან განძრევის უფლება არ აქვს რაღაცა. უცებ ასე გავიზმორე, რომ ცოტა ჩამეიმასქნებინა ხერხემალი გამესწორებინა თავის ადგილზე დამეყენებინა და ესე გავიჭიმე და მაგაზე კიდე კინაღამ ჯარიმა დამარტყეს. კიდე ერთხელ გაიჭიმე, უკაცრავად გაჭმე ვარ შეიძლება, თქო, არა ვარ შეიძლება. როდესაც ლაპარაკობს პროკურორი, არავის არ აქვს უფლება, რომ რაღაცა რეპლიკა თქვას. როდესაც ლაპარაკობს დაცვის მხარე, პროკურორი მუდმივად აწყვეტინებს, მუდმივად გაუჩერებლად აწყვეტინებს. სამაგიეროდ, როცა თვითონ ლაპარაკობს, არავის არ აქვს უფლება, რომ რამე თქვას. ნებისმიერ კითხვას, რომელსაც ბაჩო ეკითხება მოწმეს, პროკურორი უკეთებს განრიდებას. აი 10 კითხვიდან 9 განრიდა. კიდე იყო ესეთი გამომძიებელი, ხალი ელზა რაღაცა, გვარი არ მახსოვს. ელზა რაღაცა. ეს ხალი იყო გამომძიებელი, რომელმაც თვითონ პროცესი დაიწყო ძალიან დიდი დარღვევებით, როდესაც შეუვარდნენ ბაჩოს და ანის სახლში და მოუწყვეს ჩხრეკა გაფრთხილების გარეშე პირდაპირ დაადგნენ თავზე და მშობლები გამოიყვანეს, ბავშვები დატოვეს შიგნით სახლში და ამ ბავშვების თვალწინ აკეთებდნენ ჩხრეკას ისე რომ არავინ არ შეუშვეს, არც მშობლები შეუშვეს სახლში, არც ადვოკატები, საერთოდ არავინ. სახლში იყვნენ მარტო ჩხრეკელები და ბავშვი. ბავშვი თუ ბავშვები ორივე. სასწაული კანონდარღვევაა. და ბრალს ბაჩოს უყენებდნენ, მაგრამ ანიც დაიჭირეს. და ამ ქალს, ანუ ყველა ნაბიჯზე და ყველა მის მოქმედებაზე, ანუ ყველაფერი არასწორადაა გაკეთებული და ყველაფერი დარღვევითაა გაკეთებული. და როდესაც ეკითხებიან, ჯერ თვითონ ეს ქალი 1 საათი თუ საათნახევარი იჯდა პროკურორის ოთახში. სანამ პროცესი დაიწყებოდა, პროკურორის ოთახში იჯდა და ნუ რა თქმა უნდა იმისთვის იჯდა, რომ ვარჯიშობდნენ ახლა და გადიოდნენ, რომ რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა ეთქვა და რაღაცა. და რომ ლაპარაკობს მე ეს ქალი პროკურორი მას დაკითხვას რო უწყობს,
რაღაცებს რომ ეკითხება და ეს აი ძალიან დაზაპირებული ტექსტი. აი ასე იძლევა ჩვენებებს. ჩვენებებს რომ იძლევი ხო რაღაცაზე უნდა დაფიქრდე, რაღაცა უნდა გაიხსენო. კითხვას ყოველთვის ისე გისმევენ, როგორც შენ არ გიფიქრია და არ შეგიხედია საკითხზე. ამიტომ იმისთვის რომ პასუხი ჩამოაყალიბო, რაღაცა დრო გჭირდება. არა აქვთ ეს საერთოდ. აი ასე ლაპარაკობენ. ნუ იმიტომ რომ დაზეპირებული აქვს ტექსტი გასაგებია. და ამავე ქალს ამ დაზეპირებული ტექსტით ქალს, როდესაც დაცვის მხარე უსმევდა კითხვებს. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ იცოდა, იმიტომ არ არსებობს საერთოდ ამ კითხვაზე ნორმალური, ლეგიტიმური პასუხი. და მე პროკურორის უკან მიჯექი და აი ასე იხედება ყოველ ჯერზე და პროკურორი იქიდან ან ფურცელზე დაუწევს ხოლმე პასუხს, ან ტელეფონის ეკრანზე აუკრიფავს ტექსტს და ის აი ესე მე ცალ-თვალით აი ესე კითხულობს და ნუ მოსამართლე ამას ვერ ხედავს. შენიშვნას არ იძლევა. მე რო ავწიო ხელი, იმიტომ რომ ესეთი კანონდარღვევა დავინახე და შევატყობინო მოსამართლეს, გამაძევებენ სასამართლოდან. მე ეს დაცვის მხარეს ვუთხარი, რომ ასე იყო და ნუ კამერებს ამოვაღებინებთო და იქ დავაფიქსირებთო მე ამ პროცესს. მე კიდე როგორ პასუხობენ დაცვის მხარის კითხვებს ეს მოსყიდული და დანიშნული თუ დაგეშილი მოწმეები. ეკითხები მაგალითად ეს ვაშლი მწმანეა? და პასუხია, იცით რა, მე გუშინ პური ვიყიდე. კი, გასაგებია რომ თქვენ გუშინ პური იყიდეთ, მაგრამ ეს ვაშლი მწვანეა? იცით რა, მე გუშინ წინ ვივარჯიშა. იცით რა, მე ზეგ ზღვაზე მივდივარ. და აი ასე დარბიან. 10 ჯერ უნდა კითხო ერთი და იგივე. კითხვას არ გცემს და ბოლოს ამბობს პირდაპირ ბაჩო რომ მოსამართლე ხო ხედავთო რომ ჩემ კითხვაზე პასუხს არ იძლევაო. მერე კითხვას იმეორებს მოსამართლე და მერე მოსამართლე რო შეეკითხება ეს ვაშლი მწვანეა? ის ისევ გაიმეორებს მე გუშინ პური ვიყიდე და მოსამართლე იტყვის კარგი პასუხი მიღებულია. ბაჩოებნება, რას ნიშნავს პასუხი მიღებულია, როცა კითხვას პასუხი არ გასცა, სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს. ნუ, მისი პასუხი ასეთია და რას ვიზამთ? ასეთი პასუხია, სხვანაირი პასუხი ადამიანს არ აქვს. აი ასეთი ცირკი და ასეთი კლოუნადა არის ორივე პროცესი, ის პროცესი, რომელიც 4 ოქტომბერს ეხება და ესეც, რომელიც ვითომ დამხობაზეა. მერე ეკითხებიან კიდე აი ამ სკროლვის დეპარტამენტის ვინც პატაკი დაწერა, რომ თქვენ როდესაც გადაწყვიტეთ, რომ პატაკი დაგეწერათო, ანუ ეთყობა იმიტომ გადაწყვიტეთ, რომ რაღაცა არაკანონიერი მოისმინეთო იმ ჩანაწერშიო. ნუ ხო, რა თქმა უნდა. ხო და არაკანონიერი რა არისო თქვენი აზრითო? სახელმწიფოს დამხობა არაკანონიერიაო? და ანუ დგას ასე და რა ქნას არის ის მე საწყვიდეს? ანუ პატაკი რაზე დაწერეო არაკანონიერი არისო? ხელისუფლების დამხობა? ახლა იცის რომ ხელისუფლების დამხობა არაკანონიერი არ არის და მთლად და ვერ ბედავს ამის თქმას. და მე პოლიტიკურ შეკითხვებს ნუ მეკითხებით. ანუ რას ნიშნავს პოლიტიკური შეკითხვა თუ შენ დაწერე პატაკი სისხლის სამართლის საქმეზე, ხო და მე გეკითხები შენ. სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობა სისხლის სამართლის საქმეა, ან საერთოდ არაკანონიერია? მე ამას ნუ მეკითხებით ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ. კაი, მაშინ პატაკი რატო დაწერე თუ შენ არ იცი ეს არის თუ არაკანონიერი? ანუ პატაკი იმიტომ დაწერე რომ თვლი რომ არაკანონიერია და რანაირად თვლი აი ასე წრეზე სიარული. გამოკითხვა არის უბრალოდ წრეზე სიარულის ცირკი. მერე
ეკითხება ბაჩო, თქვენ გაიგეთ იმ ჩანაწერში, რომ მე ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს. კიო, ეს ზუსტად გავიგეო, ეს კარგად გავიგეო. ისიც გაიგეთო, რომ მე ვამბობდიო, რომ კანცელარიიდან იქ რაღაცა ვითომ პრეზიდენტის სასახლიდან და ვითომ სხვადასხვა კაბინეტებიდან ეს ჩინოვნიკები რომ გამოსაყრელია. ეს გაიგეთო, კიო, ესეც გავიგეო, ზუსტად ასე თქვითო. და ის არ გაგიგიათო, რომ მე ვამბობდიო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაამთავრებს როგორც კადაფი, ან ჩაუშესკო. არაო, ეს არ გამიგიაო. იმიტომ რომ ეგრევე მოხდებოდა, რომ ანუ იმაზე გავიდო და ისე, რომ დამხობა კანონიერია. თუ ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა არასასურველი ლიდერები ადამიანებს ბევრჯერ დაუმხიათ და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, ეს თუ მას ესმის, ასე გამოდის იმ ტიპს, ვინც პატაკი დაწერა, მაშინ მისი მხრიდან გაუგებარია პატაკი რატო დაწერა. და ამასაც მალავს, ანუ ის რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიმხოს, ეს გაიგო, მაგრამ ის რომ ბიძინა ივანიშვილი დაამთავრებს როგორც კადაფი ან როგორც ჩაუშესკუ, ეს არ გაუგია, იმიტომ რომ ნუ არავის არასოდეს მსოფლიოში არავინ არ დაუმხია, რას ქვია. ჩვენ ვართ ერთადერთები და პირველები, ვისაც გვინდა რომ ბიძინა დავამხოთ და მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა. უცირკესი ცირკია და არანაირი არაფერი ამ ცირკს არ შველის. მე დღემდე მე რამდენი პროცესია ეს უკვე და მე რამდენი წელია რაც სამართლოებზე დავდივარ. დღემდე მიკვირს და დღემდე ვერ ჯდება ჩემში ის რომ რანაირად ყოფთით უტიფრობა. და გამოდის რომ არ უნდათ რომ იცხოვრონ საქართველოში. ახლა ვერ დავიჯერებ ვერანაირად რომ მათ გონიათ რომ ივანიშვილი არასდროს არ წავა ხელისუფლებიდან. ვერ დავიჯერებ ამას. შეუძლებელია რომ მათ ივანიშვილი მუდმივი ეგონოთ. მარადიული. ხო შეუძლებელია ეს. და რას ფიქრობენ, ანუ რომ შეიცვლება ხელისუფლება, რომ ეს ყველაფერი შერჩებათ. რომ არავინ ამათ არ გაასამართლებს ამაზე და არ მოუწევთ მერე მთელი ცხოვრება თუ არა, ცხოვრების ნახევარი რო ციხეში გაატარონ, ამაზე რანაირად არ ფიქრობენ, თუ ვერ ფიქრობენ. თუ რის სხვა რაღაცის ეშინიათ, რაღაცის რითაც სისტემა ემუქრება, რომ ის უარესია იმაზე, რომ ციხეში იჯდე? თუ მერე გამოვლენ და ასეთ რაღაცას გვეტყვიან, იცით რა მე რა ცოლით მაშანტაჟებდნენ, ან შვილით მაშანტაჟებდნენ, ამიტომ მე სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და ახლა უნდა მაპატიოთ. თუ არ მაპატიებთ, მე პოლიტპატიმარი ვარ და რაღაცა. ალბათ უფრო ამის იმედი აქვთ, რომ პოლიტპატიმრობით გამოძრებიან მერე და რაღაცნაირად გადაირჩენენ თავს, თორე ასეთი ქმედებების მერე შენ ან ქვეყნიდან უნდა გაიქცე, ან უნდა იყო დარწმუნებული, რომ ბიძინა მარადიულია. სრული სიგიჟე. და ის რომ გამოძრებიან, იმიტომ გონიათ, რომ არ ერკვევიან და ვერ ერკვევიან პოლიტიკაში. აი კიდე, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერკვეოდე პოლიტიკაში. და გარდა იმისა, რომ თვითონ საქართველოს პოლიტიკაში და შიდა საქმეების ისტორიაში ვერ ერკვევიან წესიერად. ეს შუქი უნდა ჩავრთო, თორემ რაღაცა ჩამობნელდა. ვერ ერკვევიან ასევე საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტებში. და ახლა ავხსნი, რას ვგულისხმობ. საქართველოში რო არ დაგსჯიან, გგონია, იმიტომ რომ წინა ხელისუფლებამ არ დასაჯა ისინი, ვინც საქართველოს 90-იანებში უღალატა, ვინც პრეზიდენტი მოგვიკლა, ვინც რუსეთთან შეიკრა თუ არ შეიკრა, მაგრამ ისეთი რაღაცაები აკეთა, რაც მხოლოდ რუსეთისთვის იყო სასარგებლო. აი ეს კლასტერი რო არ დაისაჯა, იმიტომ გონიათ, რომ ესენიც არ დაისჯებიან.
მერე კიდე ბიძინა რო იმუქრებოდა რომ ნაცებს გავაქრობ, ნაცები ყველა ციხეში იჯდებიან და ამ დროს მხოლოდ რამოდენიმე ნაციჯის ძველი ნაცებიდან მხოლოდ რამოდენიმე ზის ციხეში. ამათაც გონიათ რომ 1-2 ვიღაცას დასჯიან სისტემიდან აი ყველაზე ბობოლებს და აი ასეთ პრუჭუპრუჭუებს არ მიაქცევენ ყურადღებას. მაგრამ პროკურორები და მოსამართლეები პრუჭუპრუჭუები არ არიან. ძალიან ბევრი დაზარალებული ყავთ ამ წლების განმავლობაში და ძალიან ბევრი გაუბედურებული ადამიანი იმის გამო რომ რუსულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. და წინა ხელისუფლებამ რო არ გაასამართლა ისინი ვინც შევარდნაძის დროს აკეთებდნენ საშინელებებს, ამის კონტექსტი უნდა გესმოდეს. ამის კონტექსტი რატო გააკეთა ეს და რატო არ განმეორდება? ამის კონტექსტი უნდა გესმოდეს. უნდა გესმოდეს რა უნდოდა მიშას, რომ მიშას უნდოდა ერთობა. უნდა გესმოდეს საერთოდ მიშა რას აკეთებდა რეალურად. რა უნდოდა და ეს შეცდომა რატო მოვიდა? იმიტომ რომ უნდოდა ჩავიწერე და მე აღმოჩნდა რომ ბოლო 10 წუთს ვიწერდი ხმის გარეშე და ხა ის ბოლო 10 წუთი უნდა გავიმეორო. იმას ვამბობდი რომ პოლიტიკურად არაფრის აზრზე რო არიან, იმიტომაც გონიათ რომ გაუვათ, იმიტომაც გონიათ რომ ბიძინა მარადიულია და იმიტომაც გონიათ რომ არ დაისჯებიან. და პირველი ის რო არ ესმით პოლიტიკური კონტექსტი შიგნით ქვეყანაში ჩვენთან. და აი რო გონიათ რომ რადგან ნაცებმა წინა ხელისუფლება არ გაასამართლეს, ამიტომ ახლა ჩვენც გადავრჩებითო კონტექსტი უნდა გესმოდეს რატო არ გაასამართლეს. გარდა იმისა რომ მიშას უნდოდა ერთობა, ოკეი, უნდოდა ერთობა და დღეს რომ მიხვდნენ რომ ეს ერთობა ცოტა შეცდომა იყო და კოლაბორაციის და კორუფციის კი არა და ლუსტრაციის კანონი რო აუცილებელი იყო, დღეს უკვე ძალიან კარგად გესმის ყველას, არა მარტო იმ პოლიტიკოსებს, ვინც თავის დროზე ეს შეცდომა დაუშვეს, არამედ მოსახლეობასაც და მოსახლეობა დაჟინებით ვითხოვთ ამ კანონებს. ბაჩოს თავის სასამართლოზე ნათქვამი აქვს ეს, რომ მე და მიშა იმიტომ ვზივართო დღეს ციხეში, რომ არ გავასამართლეთო ზვიადის მოღალატეები. და პირდაპირ მიმართა მოსამართლეს უთხრა, რომ თქვენ გასამართლდებითო, როდესაც ჩვენ ბიძინას დავამხობთო, ეს უნდა იცოდეთო. პროკურორსაც უთხრა, თქვენც უნდა გესმოდეთო ესო. და ნუ მაინც ვერ ხარშავენ ამ ინფორმაციას და მაინც გონიათ, რომ რაღაცნაირად. იმიტომ რომ რო არ ეგონოთ, რომ გადარჩებიან, წესით არ უნდა აკეთებდნენ ასეთ რაღაცას. ანუ მაშინ იმაზე ფიქრობენ, რომ გაიქცევიან რუსეთში და იქ უნდა იცხოვრონ. იმიტომ რომ ექსტრადიცია ჩვენ მარტო რუსეთიდან არ გვაქვს, დანარჩენ ყველა ქვეყნიდან ჩამოვიყვანთ, სადაც არ უნდა გაიქცნენ. როდესაც დადგება მათი გასამართლების ეტაპი თუ დრო. როგორ უნდა გაიქცნენ კარგი, შიგნით სასამართლო არ გვივარგა და არ ეშინიათ მაგალითად აქაურის. ხო იციან რომ არსებობს სტრასბურგი. დარწმუნებული ვარ რომ ესმით, რომ ეს უმსგავსო საქმე წავა სტრასბურგში. და სტრასბურგი რომ ანუ გონიათ რომ შემდეგი ხელისუფლებაც არ შეასრულებს სტრასბურგის მოთხოვნებს, როგორც ახლა ბიძინა არ ასრულებს, ესეც გაუგებარია. მერე პოლიტიკაში რო არ ერკვევიან, პოლიტიკაში რო ერკვეოდნენ და რო ესმოდეთ გეოპოლიტიკური ძვრები, რომელიც ახლა მოხდა, ჯერ კიდე ხდება, მაგრამ ძირითადი და მთავარი უკვე მოხდა. ესმოდეს იქნებოდა, რომ ბიძინას 3 დღე აქვს დარჩენილი საქართველოს მმართველობაში. რომ იქიდან გამომდინარე თუ რა გეგმა აქვს ტრამპს მთლიანად მსოფლიოში რას აკეთებს, ამაზე მე ძალიან ბევრჯერ მილაპარაკია ჩემ არხზე. კონკრეტულად რეგიონში რას აკეთებს, შუა აზია, კავკასია. და საქართველო რატომ არის აი ამ დიდ სურათში ყველაზე მნიშვნელოვანი ალუბალი ტორტოზე. ეს ეცოდინებოდათ პოლიტიკაში რო ერკვეოდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი ვისაც გონია რომ პოლიტიკაში ერკვევა,
ძალიან ბევრს არ ესმის ეს ასე ძალიან ზუსტად რო გესმოდეს ელს ოჯანიშვილის არხს უნდა უყურებდა რასაც არ აკეთებენ იმიტომ რომ ვერ მეგობრობენ ათენასთან ამას ბოლოში ვიტყვი რას ნიშნავს ის რომ ტრამპის იმ დიდ სურათში საქართველოს უნდა იჯდეს ისე რომ მას აუცილებლად უნდა ყავდეს თავისუფალი სასამართლო და კანონზე მომუშავე სასამართლო და არაერთი ადამიანის ხუშტურებზე ამაზე უკვე რუბიომაც კი ილაპარაკა საქართველოში აუცილებლად უნდა განხორციელდეს ინვესტიციები და კონკრეტულად ანაკლია უნდა ააშენოს ამერიკამ, იმიტომ რომ იმ ტრამპის დიდ სურათს ჭირდება ანაკლია. იმ ტრამპის დიდ სურათს ჭირდება, რომ სომხეთმაც შეძლოს ჩვენს ანაპიროზე პორტის აშენება და ამისთვის აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო. თავისუფალი სასამართლო შეუძლებელია ბიძინას ხელში, შესაბამისად შეუძლებელია ბიძინა საქართველოში. ეს ეცოდინებოდათ ოდნავ მაინც რო ერკვეოდან პოლიტიკაში. და მესამე ტრენდები, სოფლიო ტრენდები ზოგადად პოლიტიკაში, გეოპოლიტიკის გარეშე. ბოლო 65 წელი ჩვენ ცხოვრობთ რაღაცა გაშმაგებულ მემარცხენეობაში, რომლის ძალიან ბევრი მიდგომა მთავარ საკითხებთან არის სიმახინჯე. ტერორისტს არ დავარქვათ ტერორისტი. ინგლისში 250,000 ქალის გაუპატიურება არ იქნა გამოძიებული იმ ერთ წელიწადში არა, ბევრი წლის განმავლობაში დაგროვდა 21 საუკუნის განმავლობაში. მარტო იმიტომ, რომ ეშინოდათ დაესახელებინათ ის, ვინც გააუპატიურა ეს ქალები. და ყველა იყო ვიღაცა ან პაკისტანელი, ან ავღანელი, ან სადღაციდან ჩამოთრეული მუსლიმი მოკლედ. რომ აი ეს რომ რაღაცნაირად აფხაზებს ბოდიში მოვუხადოთ ომისთვის. ვიღაცამ რაღაცა შეიძლება გააკეთა ხომ ის ტერორისტია, კრიმინალია, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მას ჰქონდა რთული ბავშვობა და ტრავმირებული ბავშვობა და ამის გამო გაბოროტო და ახლა კი არ უნდა დავსაჯოთ, უნდა მოვეფეროთ, მოვისიყვარულოთ, ვაპატიოთ, ხელი გადაუსვათ და გამოსწორდება. აი ეს მიდგომები დასრულდა, საღიაზრი ბრუნდება პოლიტიკაშიც და სამართალშიც. საღიაზრი და მემარჯვენეობა. და აი ამ სირობის მოდით უბრალოდ ჩავრეცხოთ და განვარიდოთ, კი არ დავსაჯოთ და ციხეში კი არ ჩავსვათ, უბრალოდ ჩარიცხილები იქნებიან და მერე ყველამ ვიმეგობროთ და ერთად ვაშენოთ ქვეყანა. ეს დასრულებულია. და საქართველოშიც იმიტომ დასრულდება, ნუ გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლების მთავარმა სწორ ადამიანებმა და თავარმა შემოქმედ გმირებმა აღიარეს, რომ ეს შეცდომა იყო და არ უნდა გაიმეორონ შემდეგზე. გარდა ამისა, თვითონ მსოფლიოში იცვლება ტრენდი. მემარცხენეობა ირეცხება. და ეს რაღაცა ფარისევლური მხოლოდ იმისთვის, რომ კორუფცია გააჩაღო, ამისთვის მოგონილი ვითომ ჰუმანიზმი ირეცხება. სამი ფაქტორია შიდა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და სოფლიო პოლიტიკური ტრენდები, რომელიც გეუბნება, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, შენ აუცილებლად დაისჯები და შენ ამას მაინც აკეთებ. იმიტომ რომ ან ეს სამი არ გესმის ისეთი ძალიან დებილი ხარ. ან რაღაცა სირობაზე ხარ მიშანტაჟებული და ხარ ჩმორი, რომ შანტაჟს ექვემდებარები. ან ფულის გამო ბანალურად, ძალიან ფულის, უბრალოდ ფულის გამო. საქართველო იქნება დეოკუპირებული, ბიძინას დარჩენია 2.5 დღე ხელისუფლებაში. უკრაინაც იქნება დეოკუპირებული, იმიტომ რომ შავი ზღვა უნდა გათავისუფლდეს რუსისგან, რუსული გავლენისგან. რუსეთს არ უნდა ქონდეს არა მარტო პოლიტიკური, არა მარტო ფიზიკური
ხელმიწვდომა შავ ზღვაზე, არამედ პოლიტიკური გავლენებიც არ უნდა კონდეს შავი ზღვის ქვეყნებზე. თვითონ რო წავა ფიზიკურად იმ მონაკვეთში, უკრაინას და საქართველოს შორის მონაკვეთში რო აღარ იარსებებს, ამის გარდა პოლიტიკურადაც გაეთრევა აქედან. მომავალ შეხვედრამდე.